ამდენიმე არავისთან არ მილაპარაკე. ესე არ გაუხსნილა რა არის. ეს ადამიანი ძალიან მეყვარს. დაიწყე. მე მიყვარხარ თქვენ და როგორ მიყვარხართ იცი? იმიტომ თქვენ ხართ შემოქმედი ხალხი. აი გაინტერესებთ ხო? გავიგო ხარ ნიკამ რაღაცა ცუდი თქვა ჩემზე შეიძლება მართლა ამეწიროს იმიტომ რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ ხო დიდი ხალხი სიმპათია მაქვს და ჯერ კიდე იმ გადაცემაშიც რა სიამოვნებით მოვედი და დღესაც და მე ვალდებული ვარ შენთან იმიტომ შენ ახლა საქვეყნოდ მინდა მადლობა გადაგიხადო უღრმესი მადლობა დღეს შენ მადლობა კარგი კაცობისთვის და კარგი მეგობრობისთვის მადლობა მიწისთვის რაც თავი მახსოვს შემოქმედებითად სულ ხარ ამ გზაზე სულ ესეთი მოღიმარი სულ ესეთი თბილი ადამიანური შენი გადაცემებიდან გადაცემების მიღმა პიროვნულად ისეთი ვაშკაცური ადამიანური კარგის მეტი მე შენგან აი საოცარი ენერგიების ადამიანი ხარ და ყოველთვის შენ რო დაიწერ ნიკოლოზ რო დაიწერება აი სიამოვნებით რო ხსნი ყურმილს ძალიან სიმპათიურად ვარ შენ მიმართ ძალიან დიდი მადლობა მადლობა ნიკა შენთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის და დიდი მადლობა რომ გამიზიარეთ ეს ეტაპები. ვაი თქვენ გენოთ პირიქით მადლობა თქვენ რომ დაგაინტერესებთ. არ დავდივარ ამ გადაცემებში და რაღაც უბრალოდ მართლა არ მინდოდა უარისხმა შენ. აი გუშინ გამეხარდა თქვენთან თქვენ რომ დამირეკეთ აი მე ესე მე რა კარგია ისე ვახშოვ არ ადამიანებს აი ეს რა კარგი მომენტია ეხლა მოვლენ გავიხსენებ მოუყვები რაღაცებს გულს გაიხ აი ამ მომენტებით ხო მეც აქ საქმეს აკეთებთ რომ არა ვიწყებთ მსახიობებს არასოდეს პირიქით ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო იმიტომ რომ ესეთი საოცარი ადამიანი ხარ და შეგიძლია ადამიანის დანახვა ზუსტად იმ კუთხით რა კუთხითაც არსებობს ეს ადამიანი ძალიან დიდი მადლობა ნიკა იმისთვის რომ მომიწვიე ესეთი უცხოელი ინტერვიუები ძველი არ მომისმენია შენთან უხერხული კითხვები რო ჩავწერეთ ამდენი წლის წინ იყო და ჩემი საყვარელი ინტერვიუ ბოლო 6 თვე ალბათ ინტერვიუ არავისთვის არ მიმიცია და მეგობრობიდან გამომდინარე, სიყვარულიდან გამომდინარე, შენი გადაცემა და ფორმატი ძალიან საინტერესოა, მხოლოდ ამიტომ. გულშემატკივარი ვარ. შენი აი ამ პროექტის, ამ გადაცემის და ბევრი საინტერესო ადამიანები ყავდა გადაცემაში და ყველაზე კარგი არის აი ფილმს რო რამოდენიმეჯერ უბრუნდები ადამიანი და ეს ძალიან მაგარი რამეა და სპექტაკლებიც ეგეთია რა, კიდევ ნახავ და მე მქონია ეგ ზედმეტი იმის გარეშე, რომ მრავალჯერ მინახავს ინტერვიუები ადამიანების და მომწონს ის კი არა რაღაცებს მინდა ყოველთვის ეს გონება არ არის ტვინი ასე მოწყობილი, მაგრამ რაღაცები დავიმახსოვრ რომ იმდენად კარგი რესპონდენტები და კარგი სტუდენტები ძალიან მიხარია რაც თავარია ესეთი სრულ თავისუფლებას აძლევს და დიდი მადლობა ნიკა კიდე ერთხელ ფიქრობ და დავრწმუნდი იმაში რომ გამარჩეულებს უნდა მიცე ხოლმე ინტერვიუს და დიდი მადლობა ამისთვის და არ შევსთარ